ეს მასუთი პირდაპირ სახით ჩვენაპირამდე ვერ მომვაი. რომ კარგად ჩავისვით დინებები ჩავისვით ოკეანოგრაფიის სპეციფიკა. ფიზიკურად ვერ მოვაი ჩვენთან. თან ამ ჩაგვილი ნავთობის სტრუქტურიდან გამომდინარე. მაგრამ ზუსტად ამას ვამბობთ, რომ გავლენა იქნება ზღვის წიწვოვებზე, გავლენა იქნება ფრინველებზე და გავლენა იქნება თევზების მიტირება სახეობებში. ზუსტად ეს მოხდა. რასაც ვამბობ. სამწუხაროდ მონიტორინგის სისტემა არის ული. ეკი ამ დავსაუბრობდი ამას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შემდგომი არ უნდა იღებდეს საზოგადოება, მედია, ოქროის სამთავრობო სტრუქტურები, იმიტომ რომ რამოდენიმე შევეხმიანა და თხოვა, რაღაც დამატებითი ინფორმაცია მათეს არ იცოდნენ. ახლა მე არ დავასახებ. მესმის სრულიად და ემიტო. სრულიად ამას არ ვიტყო. ანუ შემდგომი ინფორმაცია არ უნდა გადიოდეს, ანუ სახელმწიფოს უნდა კონდეს ის სისტემა შექმნილი, რომელიც ამას დააფიქსირებს და ამაზე მოხდება რეაგირება. მე კი არ უნდა ურეკავდე ვეტერინარებს და ვთხოვდე მათ, რომ თქვენი ცირიმეთში შეგიძლიათ ეს ასუჩი და დაგვიხმა. ვიხდი და მე ვეხმეტე რამოდენიმე მათგან ვთხოვე, რომ ეს პირველი იქნება გადავარჩინო და იმაზე უსახირო დიდი მადლობა მათ. მოვაზრო და მათი ნებართქნება სახელს და გვარებს დავწერთ და მათ საჯაროდ გადავხდი. მადლობა. ამას მე კი არ დავაკეთებდი. და ვეტერინარები კი არ აკეთებდნენ. თუმცა დავიყოთ ქართულ საზოგადოება, მაგრამ სრულიად სად არის სახელმწიფო საჩანს. სად არის სახელმწიფო? საერთოდ სადმე ჩანს, ვაუბრობთ უწორებზე იქნება გავლენა. კალორიების მონიტორინგი ხდება, ვინმე ამას აკეთებს, ვინმე ამას იკვლევს. ვაუბრობთ რომ მარაგებზე იქნება გავლენა. სად არის ეს ყველაფერი, რასაკეთებ გაშუქება? ანუ ყველაფერი გვაქვს. პრაქტიკაში ვერა. ხო, მაგრამ პრაქტიკაში თქვენ თავადაც ხედავთ, ხო, არც ერთი განცხადება შავ-ზღვაში მოხდა კატასტროფა. აიღარა რამოდენიმე 1000 ტონა ნავთობი, რომელიც იყო ძალიან სერიოზული. ჩვენ სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს, ხო? და სახელმწიფო სტრუქტურებს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. არც საზოგადოების ინფორმირება, რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ? უნდა დაამშვიდოს საზოგადოება, ხო? ანუ იგივე მედიასთან კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო. მედიასთან მედიასთან და თქვენთან პოსტებით და ინტერვიუებით. ისინი უნდა მოსულიყო ერთად, თუმცა ჩვენ სიტუაციას აკონტროლებთ, ვიცით რა ხდება, ვაკეთებ ფაქტობრივებს, მონიტორინგს და თუ რა მოხდება ამას ჩაგაგდეთ საფუძვლში, ხო? აბა სახელმწიფოს როლი რა არის, ხო? ამ მიმართულებით გარემოსდაში. ანუ ფურცელზე ყველაფერი გვაქვს, რეალობაში არაფერი არ გვაქვს. რეალურად არაფერი არ მუშაობს. ანუ ყველაფერი არის ფურცელზე. ხო, მე ველოდებოდი, როგორც წესი ასე ხდება ხოლმე, ჩვენ რაღაცას ვიცით, მე ესენი ალაპარაკდებიან, მაგრამ ახლა მოხდა ისო რაღაც ალაპარაკდება, იგეთ? ანუ ადრე თუ რაღაცა ჩვენს პოსტებზე რეაგირება ჰქონდათ და ვიკავშირდებოდნენ, აუგებოდი რომ ცირა იქნება რამე დამატებითი ინფორმაცია მოუწე არ იქნება. ახლა საერთოდ არაფერი არ არის. თითქოს და არაფერი არ ხდება. და აი ეს ხალხი ჯგუფებით აკისეთებს სამფიქველებს, მიყავთ ვეტერინარებთან, სახელმწიფო სადაა. ახლა ანუ აი რას ვაკეთებთ ის უწორებთან მიმართებაში, ხო? აი რა ვშვებით. თუ მოხდა მასიური გამოიყვა მათი, ხო? ხო, ანუ რას ვაკეთებთ, ხო? ანუ 8-მისთვის მზად, 8-მისთვის მზად, უბრალოდ რას ვაკეთებთ, იქნებ საზოგადოებას რაღაცა მოუწოდოთ, საზოგადოება როგორ მოიქცეს სამხედროში, რა გააკეთოს, ხო? მიგრირება სახეობებთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ, ანუ მეგულისხმობ იმას, რომ მასუთის დაბინძურებული თევზმა რომ ჩვენთან შემოაქციოს, ჩვენ ამის იდენტიფიცირება ვახდენთ, ანუ ჩვენ ამას საკვებად უშვებთ ბაზრებზე, ისე რომ ჩვენ მოსახლეობას აკისრში არ ვაყენებთ. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და უნდა გითხრას რომ იცით რა, არ არის დაბინძურებული, თინდადო, როგორ დადები, კვლევები დადები, ანალიზები და თინდადო თუ არ არის, ახალგაზრდობია იქით და ხო, მაგრამ თუ არის, მაშინ დამაფრთხილეთ.